დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, როცა ჩვენ ვზეიმობთ არა უბრალოდ დაბადების დღეს, ვზეიმობთ თავად ადამიანს, რომელიც უკვე 60 წელია სინათლეს მატებს სამყაროს. დღეს ვზეიმობთ ქორეოგრაფს, მასწავლებელს, დედას, მეგობარს, დამცველს, ფარს და იმედს. ქალს, რომლისთვისაც ცეკვა არასოდეს ყოფილა მხოლოდ მოძრაობა, რომელიც 40 წელია მთელი სულითა და გულით ემსახურება ქართულ კულტურას. სიცოცხლე მისთვის არის სული, იდენტობა, ქართული ხასიათი და ცხოვრების აზრი. ქართული ცეკვის თითოეულ მოძრაობაში ისტორია ჩანს. თითოეულ ნაბიჯში ხასიათი, თითოეულ ტრიალში სიამაყე და ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ბავშვებს გადასცემს, უბრალოდ მასწავლებელი არ არის. ის ეროვნული მემკვიდრეობის მცველია. 40 წელია ქალბატონი ირინა სცენაზე დგას. 40 წელია ცეკვასთან ერთად ასწავლის ღირსებას, დისციპლინას, სამშობლოს სიყვარულს. ის არის ქორეოგრაფიც და ბავშვთა ფსიქოლოგიც. ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის თვალებში ამოიკითხოს ის, რასაც სიტყვებით ვერ ამბობენ. ქორეოგრაფია რთული გზაა. ეს არ არის მხოლოდ სცენა, მუსიკა და ტაშის ხმა. ეს არის უძილო ღამეები, დაღლილი სხეული, ბავშვების განცდა, მშობლების მოლოდინი, პასუხისმგებლობა ასეულ წმინდა გულზე. და ამ ყველაფრის ზურგით ტარება, ხიმილით. ამ სიძნელეების მიუხედავად მან ეს გზა აირჩია, იმიტომ რომ ეს იყო მისი მოწოდება. ის 40 წელია ზრდის ადამიანებს, ასწავლის დისციპლინას, თავმოყვარეობას, ერთმანეთის პატივისცემას, ქართულ ნაბიჯში, ქართულ ხასიათს და ცხოვრების სიმტკიცეს. მისთვის ყველა ბავშვი ერთნაირად ძვირფასია, ყველას იცავს, ყველას ფარად უდგას და ყველას ტკივილს თუ სიხარულს საკუთარივით ატარებს. მის გამო ბევრი მშობელი მშვიდად უშვებს შვილს. მის გამო ბავშვები თამამად დგანან სცენაზე. მის გამო ბევრი ადამიანი დღემდე სითბოთი იხსენებს თავის ბავშვობას. სწორედ ამიტომ ქალბატონი ირინა ემსახურება ქართულ ეროვნულ საქმეს, რომელიც თაობებს აკავშირებს, რომელიც გვახსენებს ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ის ქართული ცეკვით ინახავს ქართულ სულს. ის არის ქალი, რომელიც თავისე წინ აყენებს სხვებს. ქალი, რომელსაც შეუძლია მთელი დარბაზი გაანათოს თავისი არსებობით და არ დაიღალოს სიყვარულის გაცემით.